გამარჯობა, როგორ ხართ მეგობრებო? ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით რომ ძალიან მომეწონა Paris Saint-Germain-ისა და Bayern-ის დაპირისპირება. ეს არ იყო უბრალოდ მატჩი. მაგარი მატჩები 60-იანებშიც ყოფილა, 70-იანებშიც, 80-იანებშიც სულ. ეს იყო ბოლო დონე. ჩემი აზრით, ადამიანის ორგანიზმს ბევრად მეტი არც შეუძლია. ეს იყო Homo sapiens-ის ფიზიკური შესაძლებლობების ზედა ზღვართან ახლოს. ამაზე გაცილებით მაღალი დონის ფეხბურთი აღარ იქნება. ამის შემდეგ უკვე არის კვიდიჩი. თუ ვიფრენთ და გოლებს ისე გავიტანთ, ცოცხით, ფრინავი ცოცხებით, თორე ხმელეთზე ამ გრავიტაციაში, ამ სხეულებით, ტექნოლოგიური აპდეიტის გარეშე ნიშნულოვნად ვეღარ გაუმჯობესდება ფეხბურთი. კი, ხანდახან მეც მენატრება ხოლმე 90-იანების ფეხბურთი, მეტი ინდივიდუალიზმი, რადიკალურად განსხვავებული საფეხბურთო ფილოსოფიის გუნდები, 10 ნომრები, ისა ესა, მაგრამ ვიყოთ სამართლიანები, ასეთი დონე არ ყოფილა არასოდეს. რაღაც მომენტში მეგონა რომ მიმოხილვას უყურებდი. მეთქი, ვინა მომიკრიბა ჰაილაითები მეთქი. ყოჩაღ რეჟისორი, ვა, მალადეც. კარში დარტყმა ორჯერ მეტი იყო ვიდრე ჯარიმა. პატარ-პატარა ჯარიმებს გულისხმობ რა, ის რაღაცა. აი უჯარიმოდ თუ იყო რამე. პირველად ცხოვრებაში მომინდა რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალები იყოს 4 მატჩიანი, 2 გასვლა, 2 სახლი. მაგრამ მე გამახსენდა რომ ამ შემთხვევაში არსენალი ატლეტიკოც 4 მატჩიანი იქნება და გადავიფიქრე. ეს ხუმრობით. სინამდვილეში ძალიან კარგია რომ არსებობენ განსხვავებული საფეხბურთო ფილოსოფიის გუნდები. მრავალფეროვნებაა ჩემპიონთა ლიგის მუღამი. თითქმის ყველა გრანდი ერთი ფილოსოფიით თამაშობს და ამ უმაღლესი ხარისხის ერთფეროვნებაში ჩოლოს და არტეტას ცოტა განსხვავებები შემოაქვთ, რაც მხოლოდ ალამაზებს ჩემპიონთა ლიგას. თუ მეთანხმებით, არხი გამოიწერეთ, ვიდეო დაალაიქეთ, ზარისღილაკი ჩართეთ. თუ არ მეთანხმებით, თავი გადააქნიეთ და უკმაყოფილო სახით გამოიწერეთ არხი, ვიდეო დაალაიქეთ, ზარისღილაკი ჩართეთ. ეს რეებს ბაზრობს წკაპ. რაც შეეხება კვარას. რა გითხრათ აბა? ისეთი ხალხი საუბრობს კვარაზე, რომ ცოტა მიტყდება ჩემი აზრიც რომ დავაფიქსირო. ტიერი ანრი ლონდონის არსენალში ითხოვს კვარას, უეინ რუნი იძახის მანჩესტერმა დღესვე დაურეკოსო, ამ წამსვეო. დაგაგვიანდათ ძმებო, დაგაგვიანდათ. კვარაცხელია თუ გინდათ, თქვენ ახლა ადექით და დინამო 2-ის თამაშებს ჩაუჯექით. დამიჯერეთ. შეიძლება ხვიჩა ვერა, მაგრამ შეიძლება რაღაცა საინტერესო აღმოაჩინოთ. ეხლა ჩემპიონთა ლიგა რო გადახნა და 10 გოლი და 5 პასი, ეხლა მოუნდა ყველას კვარა და ეხლა გვიანია. ეხლა იმასაც უ. ვისაც. დინამოც ნამობს რო გაუშვა. ჯიმი კარაგერმა გააჟღერა ის, რასაც ყველა ვფიქრობთ, მაგრამ რადგან ქართველები ვართ, სუბიექტურობაში ჩაგვეთვლებოდა და ჯერ არ ვამბობდით. ციტირებ. რას მიაღწია ბაპემ Paris Saint-Germain-ში ყველაზე საჭირო დროს? იქ ის თამაშობდა, მისცეს ყველაფერი, რაც ითხოვა ქალაქის გასაღები, სიტყვა ტრანსფერების დროს, მაგრამ კლუბს ვერ მოუტანა ის, რაზეც ყველაზე მეტადაა შეპყრობილი, ჩემპიონთა ლიგა. ის უფასოდ წავიდა მადრიდში. კვარამ უფრო მეც მიაღწია 2 სეზონში, ვიდრე ბაპემ ბოლო 4 წელიწადში. განაცხადა ბატონმა ჯიმი. აჰა, ესეც ქართველია? ძნელია არ დაეთანხმება. მართალია ხა, რა თქმა უნდა, ბაპე უდიდესი ფეხბურთელია, ხვალვე რო დაასრულოს კარიერა, მაინც ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთელად შევა, მაგრამ ფაქტია, ბაპეს Paris Saint-Germain-ი არ იყო წარმატებული პროექტი. არ ვამბობ, რომ წარუმატებელი იყო, მაგრამ წარმატებული პროექტი არ იყო. დღეს ფეხბურთელის ყველაზე დიდი ნიჭი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნიჭი არის გუნდურობა. კვარა მხოლოდ მოედანზე კი არა, მოედნის მიღმაც აწესებს სტანდარტებს და ეს სტანდარტები გავრცელდება ყველა ფეხბურთელზე, ყველა გუნდში. აგერ გუშინ იყო
ჩელსისთან თამაში, სკამზე რო დასვეს კვარა, ალბათ ასე დასჭირდა გუნდს, ყოველ შემთხვევაში ლუის ენრიკემ ჩათვალა, რომ ასე იყო საჭირო და რა მოხდა? არ დაუწყია კვარას ტირილი, არა უწევია სკანდალი, გამოვიდა შეცვლაზე, გააკეთა თამაში, ბაზარი მოკლა. ვინც სკამზე დარჩენის გამო რაღაც ისტერიკებს დაიმართებს, ყველას ეტყვიან, ნახე რა ქნა კვარამ, როცა სკამზე დარჩა, მორჩი ტირილს და ეგრე გააკეთე შენც. აი, ესეთ სტანდარტებს აწესებს. კაცი მაგალითად ნეაპოლში თითქმის 3 წელი არბენინეს დიეგო დემეს ხელფასის მეოთხედზე. მაგრამ არ დაუწყია რაღაცა ჩხუბი თავის საქმეს ასრულებდა პატიოსნად, როცა შესაძლებელი გახდა, დაემშვიდობა ყველას და წავიდა თავის გზაზე. ეს არის სტანდარტი, ფეხბურთელის ქცევის სტანდარტი, რომელსაც მოვა დრო ყველა სუპერსტარს მოთხოვენ. არავინ დააყენოს თავი კლუბზე მაღლა. ვერავინ იქნება გუნდზე უფრო დიდი. პარი სენ-ჟერმენი ეს მე ვარ. ამას ვეღარავინ იტყვის, ვერც კილიან მე-14 და ვერც ვერავინ. ლუის გავკარი რა, კვილი. წინა ეპიზოდში ვთქვი, რომ ჩემპიონთა ლიგაზე კვარამ ასისტებით რონალდინიოს გაუსწრო, ახლა შემიძლია გითხრათ, რომ გოლებით გაუსწრო ზიდანსა და კიჭა რონალდოს. ისეთ გვარებს ვამბობთ ხოლმე, ისე ჩვეულებრივად ცოტა მეშინია. გეუბნებით რა, მიზნად დავისახოთ ასისტებში მესის გასწრება და გოლებში კრიშტიანოსთან მიახლოება. შევეშვათ ამ ბექემებს, ზიდანებს და რონალდინიოს. გასაგებია. გადავიდეთ სხვა ეტაპზე გადავიდეთ. ზედორფმა კვარა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელიაო. თქვა? რავი, ძალიან ლეგიტიმური მოსაზრებაა. ვიღაცამ შეიძლება სხვა დაასახელოს, ვიღაცამ სხვა, მაგრამ ძალიან ჩვეულებრივი დასაბუთებული მოსაზრებაა. არავინ გეტყვის, რომ აი ჰარი კეინზე რა თქვი შედა ბოზარო, არავინ გეტყვის რა. ანუ ვიღაცა ჰარი კეინს იტყვის, ვიღაცა ოლისეს, ვიღაცისთვის კვარა იქნება, ვიღაცისთვის იამალი. ამ წუთას ერთმნიშვნელოვნად საუკეთესო მსოფლიოში არავინაა, რამდენიმე ხელისუფლებიანობაა. ერთ-ერთი კვარაა. პოლიტანოს თუ არ ჩავთვლით, რომელიც ერთი თავით მაღლა ყველაზე პოლიტანოს გარდა დაახლოებით 3-4 ხელმწიფე ყავს ფეხბურთს რა. ფაბიო კაპელო განაცხადა. ოლისე პოლიტანოს მაგონებს. მაგით ვთქვი პოლიტანოს გარდა თქო რა. ფაბიო კაპელოს აზრით ოლისე პოლიტანო ცუდია სიბერე რა. ცუდია რა. იდეაში არ უთქვამს ეგრე იტალიელებისთვის გასაგები რო ყოფილიყო, მაგითო თქვა პოლიტანოს სტილის თვალსაზრისით დონე არ უგულისხმია, მაგრამ ჩვენ ხო მეტი არ გვინდა ოღონდ ვინმე გამოვიჭიროთ სიტყვაზე და ვიმაიმუნოთ. ასაკრძალები ვართ მეგობრებო, ასაკრძალები. წინ განმეორებითი მატჩია. რას ველოდები? მოდი უბრალოდ მოვდუნდეთ და დავტყვეთ, რომ ამ ფეხბურთში ასეთ სიმაღლეზე ყავს ქართველი მოთამაშე და რავი რა, უბრალოდ ვისიამოვნოთ ამ ყველაფრით, რასაც უყურებთ რა. ბაიერნიც იმსახურებს გასვლას, პარიზიც იმსახურებს გასვლას, ოლისეც იმსახურებს ოქროს ბურთს, კეინიც, კვარაც იმსახურებს, ლუის ენრიკეც იმსახურებს. დიასიც იმსახურებს. შეგახსენებთ, ლივერპული იმიტომ დათანხმდა დიასის გაყიდვას, რომ ლივერპულში შეიძლება დიდი სათამაშო დრო ვერ მიიღოსო. დიახ. ლუის დიასმა ვერ მიიღოსო დრო ამ ლივერპულში. მე რომ მეთქვა ლუის დიასი არა ლივერპულის დონე მეთქი, რა დამემართებოდა ხო ხდებით? ატყდებოდა კომენტარები Facebook-ზე, არა ბიძია ფეხბურთის შენი საქმე, წადი იუმორს მიაწექი და რაღაც. მარტო ეს იქნებოდა Facebook-ზე და არნე სლოტს ლივერპული უხანგრძლივებს კონტრაქტს. ანუ რა სტანდარტები ჩვენ იუთუბერებსაც რა საფეხბურთო ცოდნას რაც გთხოვენ. ეგრო მანჩესტერს მოეთხოვებოდეს ან გადავიდეთ საქართველოს ჩემპიონატზე. მოდი ვისაუბროთ საქართველოს ჩემპიონატზეც, კეცბაიას დაბრუნებაზე და ასე შემდეგ. მინდოდა რამე ორიგინალური სათაური მომეფიქრებინა კეცბაიას დაბრუნების შესახებ. ვიფიქრე და მოვიფიქრე დიდი კეცბი. სიტყვების თამაშის დიდი ფანი არ ვარ, მაგრამ ეს მომეწონა. დავგუგლე დიდი კეცბი, სხვასაც არ ჰქონდეს რამე ასეთი მოფიქრებული მეთქი და 2024 წელს La Gazzetta Georgias დაუწერია სტატია ზუსტად ამ სათაურით. დიდი კეცბი. მეწყინა
მერჩივნა მე მომეფიქრებინა. ზოგადად ყველაფერზე ეგრე ვარ. მაგალითად ვეფხისტყაოსანი ჩემი დაწერილი რო არ არის წყინს. მინდა რომ ყველაფერი კაი ჩემი მოფიქრებული იყოს. რა გაიწყობა. რატომ გაუხარდა კეცბაიას დაბრუნება ყველას? დინამოს ფანსაც, ტორპედოს ფანსაც, რუსთავის ფანსაც, ყველას. ბევრი მიზეზია. დავიწყოთ იმით, რომ ფეხბურთში უდიდესი მნიშვნელობა აქვს სიმბოლოებს, იდენტობას, ემოციას, ისტორიას. კეცბაიას გვარს ხშირად შეხვდებით იქ, სადაც დინამოს წარსული და მომავალი ხვდებიან ერთმანეთს. თემურ კეცბაიამ გაიტანა თბილისის დინამოს უკანასკნელი გოლი საბჭოთა კავშირში და ამავდროულად არის დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი. ისტორიაც რო სრულდებოდა საბჭოთა ისტორია დინამოსი, იქაც კეცბაია ფიგურირებდა, დაიწყო ახალი თავი, თემური იქაც ფიგურირებს. კეცბაიამ ითამაშა საბჭოთა დინამოს უკანასკნელი მატჩი და დამოუკიდებელი საქართველოს დინამოს პირველი მატჩიც. მაშინ დინამოს იბერია ერქვა, მაგრამ მოდი დინამო ვთქვათ ხოლმე. კეცბაიამ მიიღო დამოუკიდებელი საქართველოს დინამოს პირველი წითელი ბარათი. საჯს პანჩური ამოარტყა. რა თქმა უნდა, ამაში საამაყო არაფერია, მაგრამ ვინ თქვა რომ დიდებული ამბები მხოლოდ ლამაზი ეპიზოდებისგან შედგება. ხა ესეთებიც ხდება რა, ადამიანები ვართ ყველა. ან 90-იანებში რატომ უნდა ყოფილიყო რამე იდეალურად. მაშინ სტადიონზე ბევრი ხალხი დადიოდა და ხშირი იყო გათამაშებები, მაგალითად დინამო ალაზანის მატჩზე გულშემატკივარმა ავტომობილი მოიგო. უშუალოდ მატჩი საუკეთესო ფეხბურთელი კეცბაია გახდა და ლარნაკი აჩუქეს. გულშემატკივარს ავტომობილი, მატჩის MVP-ს ვაზა. დამიჯერეთ არ იყო ლარნაკი, ვაზა იყო. არ ვამბობ რომ პირიქით უნდა ყოფილიყო MVP-ს ავტომობილი და მაყურებელს ლარნაკი. უბრალოდ იმის თქვა მინდა რომ უცნაური დრო იყო, თავისებური დრო იყო. ამ თავისებურ დროში ფეხბურთიც თავისებური იყო და ამ თავისებურ დროსა და ფეხბურთში ყველასგან გამორჩეული იყო კეცბაია, რომელიც არავის გავდა არც ხასიათით, არც თამაშის სტილით, არც მენტალიტეტით. დინამოს შემდეგ იყო ანორთოსისი, აეკი, ნიუკასლი, ვულვზი, დანდი, ისევ ანორთოსისი. ყველგან სადაც მიდიოდა, ტოვებდა მნიშვნელოვან კვალს. შემდეგ იყო სამწვრთნელო კარიერა და ოქროს ფურცელი კვიპროსის ფეხბურთის ისტორიაში. მაშინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე კვიპროსული კლუბი ისეთივე წარმოუდგენელი იყო, როგორც რავი, ქართული გუნდი. მაგრამ სადაც ისტორია დასაწერი, იქ ჩნდება თემურიც, ანორთოსისი გახადა პირველი კვიპროსული კლუბი ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ითამაშა. ასეთი ადამიანის ეროვნულ ლიგაში გამოჩენა, რა თქმა უნდა, არ არის პატარა ამბავი. მხოლოდ კეცბაია ვერ უშველის ქართულ საკლუბო ფეხბურთს შეიძლება ერთ თვეში გვეჭხუბოს ყველას და გაიქცეს აქედან, მაგრამ ვეცადოთ არ გავაქციოთ. მინდა ოპტიმისტად დავრჩე და წარმატება ვუსურვო ამ პროექტს. რა ვქნა, არ მომწონს პესიმიზმი, ძალიან მარტივია პესიმისტობა. პესიმისტების აშენებული კოსმოსური ხომალდი არავის უნახავს. იცით რომელიმე პესიმისტებმა რომ რაღაცა მოიფიქრეს და გააკეთეს. თუმცა ოპტიმიზმიდან სულელობამდეც ერთი ნაბიჯია და მანდაც სიფრთხილეა საჭირო. ფრთხილი ოპტიმიზმი შევენარჩუნოთ ქართულ საკლუბო ფეხბურთთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ეს ზაფხული და შემდეგი რამდენიმე წელი იქნება უკეთესი ევროტურნირებზე. რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი, ფსკერის ეფექტი. ფსკერზე უკვე ჩავედით, ფეხს დავარტყამთ და ცოტა წამოვალთ ზემოთ. მეორე, ბათუმის დინამო. კარგი გუნდი დადგება რამდენიმე სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ, კარგი ხალხის ხელშია და იდეების ნახევარიც რო გამოუვიდეთ, კარგ პროექტს მივიღებთ. იბერია, გუნდი უკვე ახერხებს ფინანსურად წამგებიანი ორგანიზაცია არ იყოს და ხარჯებს მინუს შემოსავლები ნულთან ახლოს იყოს. ფეხბურთს ბიზნესად თუ არ შევხედავთ, არასოდეს არაფერი გვეშველება, ამიტომ იბერია სწორ გზაზეა და ასე თუ გააგრძელებენ, სტაბილურად კარგი კლუბი ჩამოყალიბდება. დინამო კეცბაიას თუ არ გააგიჟებენ, დინამოც იტყვის თავის სიტყვას და საინტერესო პროექტი იქნება. დილას თავისი წილიქულები სულ მოაქვს ევროტურნირებზე. ტორპედომ შესამჩნევად გაუმჯობესა ბავშვებში მდგომარეობა, მოდის უკვე შევსება და 60 წელიწადში ძლიერი ფუნდამენტი ექნებათ. მოკლედ, ბევრი თუ დამიგროვდა,
ასე თუ იქნება, ისე თუ იქნება, მაგრამ ამ თუებიდან ნახევარიც კარგისკენ რო გადაიხაროს, ფსკერიდან ამოსვლას დავიწყებთ და მერე ვნახოთ. მარტო კრიტიკა იციო კლუბები რომ ებუტებით ხოლმე, ეგრეც არა. ცდელობას თუ დავინახავთ, ხარდაჭერაც გაიზრდება პროპორციულად. აი, მაგრამ ბათუმში უკვე იმატებს დასწრება, ქუთაისშიც მოიმატა დასწრებამ. როცა ხალხი ხედავს, რომ ცდილობთ, აისახება ხო? ეს ყველაფერი დასწრებაზე. ეცადეთ მონდომება დაგვანახოთ, მოძრაობა გააკეთეთ და რაღაცა იქნება. 5 მაისს გეპატიჟებით ტორპედო რუსთავზე, ქუთაისში. ოღონდ მე ვერ ვიქნები. ჭადრაკის ტურნირზე ვიქნები სარდინიაზე, უტოპეს ტურნირზე სხვათა შორის. ამიტომ უჩემოდ გეპატიჟებით ქუთაისში. გვირილობა აღინიშნება 2 მაისს და 5-ში ტორპედოს თამაშსაც იქნება საინტერესო ღონისძიებები ამ კონტექსტში და ვიაროთ ეროვნულ ჩემპიონატზე, როგორც კი ჩამოვალ, განვაახლებ ეროვნულ ჩემპიონატზე ჩემს დასწრებას. რაც შეეხება გათამაშებას. ალბათ შეამჩნიეთ, რომ რაც ბუდუს მაისურის გათამაშება დავიწყეთ, აიწყვიტა ბუდუმ გოლი გოლზე გააქვს. ამიტომ დღესაც გავათამაშებ ბუდუს მაისურს და ბუდუ მომდევნო ტურშიც მინდა შენგან გოლი. ეხლა მართლა ეგრე რომ მოხდესო, თუ ვათამაშებთ, გააქვს გოლი. თუ არ ვათამაშებთ, არ გააქვს. რა მოხდება? იმათი გამოსაგზავნი იქნება მაისურები. ეს იყო. თუ კი რომელიმე ფეხბურთელს ეხლა რთული ვითარება გაქვთ კარიერაში და გჭირდებათ აღმასვლა, თქვენი მაისური გამოგვიგზავნეთ, ჩვენ გავათამაშებთ და ყველაფერი იქნება ლამაზად. როცა აქ მაქვს სკამზე კიდევ ერთი მაისური. რა თქმა უნდა, ორიგინალი, რა თქმა უნდა, ბუდუს ხელმოწერით და ეს მაისურიც გათამაშებდა. 2 გოლი ხო არ მოვითხოვოთ? 2 ჯობია. ხო, იმიტომ რომ თითო გოლები გავიგეთ, ხო? გასაგებია. გავათამაშეთ, გაიტანა, გავათამაშეთ. ეხლა გვინდა დუბლი. ნახოთ აბა. რაც შეეხება წინა ეპიზოდის გამარჯვებულებს, ესე იგი, ჩვენ გავათამაშეთ კროკოშოპის 100 ლარიანი ვაუჩერი და ვინ მოიგო გვითხრას რენდომაიზერმა Google Map Pro არის გამარჯვებული კომენტარით რამი შამშვილდაძე თეთრი ჰამით ალტინტოპია ესო ჩემზე ამბობს რა მე ვყოფილ ვარ ჰამით ალტინტოპი ანუ ხო იყო კომენტარებში რომ მიშამშვილდაძეს გავხარო და თურმე ჰამით ალტინტოპს უფრო გავარ მოგწერე Facebook-ზე საკონტაქტო ინფორმაცია და ჩაგიგდებთ ვაუჩერს. სხვათა შორის, მოდი რა ვქნათ, იცი? ამ მაისურს ხო გავათამაშებთ ამ ეპიზოდში და ვაუჩერიც გავაყოლოთ. ერთად იყოს 2 საჩუქარი. კი ბატონო. ეხლა რაც შეეხება სუპერ გათამაშებას. სადაც მე ვწყვეტ, რომელი კომენტარი გადავიდეს. ეს კომენტარი ავირჩიე. Fight mode. თითქმის ყოველღამე შენ ვიდეოს ვთავ, სასწაულია ადამიანის საუბარი ასე მაძინებდეს. თან მიხარია, იმიტომ რომ უძილობა ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა დღევანდელ სამყაროში და ვიღაცის ჯანმრთელობაზე ასე კარგად თუ მოქმედებ, ძალიან მიხარია, ნეტა მეც მაძინებდეს რამე ან ვინმე ტკბილად. თან ძალიანაც არ გამიხარდა, მაგრამ კაია. არხი გამოწერეთ, მეგობრებო. ზარისღილაკით ჩართეთ, ვიდეო დაალაიქეთ და ჩვენ ერთ კვირას გავმაზავთ ჭადრაკის გამო და რომ ჩამოვალთ, კაი ვლოგებს შემოგთავაზებთ. გაითვალისწინეთ, რომ შეგიძლიათ, ეხლა იმ დონის ტურნირზე მივდივართ. პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ უყუროთ ყველაფერს, მაგრამ მე გირჩევთ, რომ არ დასპოილერდეთ და დაელოდოთ ვლოგებს, მაგრამ ვისაც ტურიდან ტურამდე ნერვიულობა გინდათ, tweet chess.com-ზეც იქნება ჩვენი ტურნირის შესახებ ყველა ინფორმაცია, იქ გადახვალთ ივენთებში და დროებით